მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ის ბიძინა ივანიშვილი არ მოელოდა ამას და მგონია, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში გულწრფელად ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ და მისი გარემოცვის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა. ხომ მე მინდა ვთქვა, რომ თვეების განმავლობაში და რამდენიმე თვის წინ, ხომ ჩვენ გვესმოდა მათი მხრიდან ის განცხადებებით, თითქოს იგივე მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან ეს არ არის რაღაცა ისეთი ჩვეულებრივი დავა და თითქოს ამაში იყვნენ ჩართულები, მათ შორის ამერიკის მხარე, ხომ? ანუ ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ამ ადამიანს არანაირი წარმოდგენა არ აქვს რეალურად რა ხდება დასავლეთში და ზუსტად ამიტომ საუბრობდა ის, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ამ დავაში არის ჩართული, თითქოს ესე იგი მას არ ემუქრება კონკრეტული სანქციები, იგი არ წმუნებდა თავის გარემოცვას, რომ სანქციები არ იქნებოდა და ასე შემდეგ, ხომ? სინამდვილეში ასე არ იყო, ანუ თავის დროზე არც ამერიკელები იყვნენ ამაში ჩართული ამ დავაში და ეს იყო ჩვეულებრივი დავა მათსა და კონკრეტულ შვეიცარიულ ბანკს შორის. ახლა გასაგებია, როდესაც ის თვითონ და მას თავის თავს უნდა დააბრალოს, ხომ? ის თვითონ ჩაერთო ჩვენი ქვეყნის ესე იგი მომავლის, ასე ვთქვათ, ევროპული მომავლის ძირის გამოთხრაში, ხომ? და დემოკრატიის უკუსვლაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში და ასე შემდეგ, მხოლოდ მაშინ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და ზუსტადად საფრთხე შეექმნა იმ ფულს, რომელზეც იგი ზრუნავდა და ნერვიულობდა ამდენი თვის განმავლობაში, ხომ? ანუ რეალურად მეც მართალი გითხრათ ცოტა გაკურვებულიც ვარ, იმიტომ რომ რატომღაც მას ან მის გარემოცვას ეგონა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი საერთაშორისო ადამიანის უფლებების რაღაც სტანდარტების წინააღმდეგ წავლენ და დაარღვევენ ამ სტანდარტებს, თუ კი ისინი გაუსწორდებიან საკუთარ მოქალაქეებს, თუ კი ისინი დაარღვევენ ადამიანის უფლებებს, გააყალბებენ არჩევნებს, ჩაერთვებიან კორუფციაში, მათ წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა. ესეთ რაღაცა ხო არ ხდება, ანუ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში ეს არ მომხდარა და საქართველოში რატომ მოხდებოდა, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვახსოვდეს ერთი რამ, ხომ? ერთი რომ დასავლეთი, როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგმება და მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებს მათ ბრძოლაში დემოკრატიული ხელისუფლების და დემოკრატიული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. ეს ნამდვილად ყოველთვის ასე იქნება და მეორეს მხრივ ამ დასავლეთის კანონის დამრღვევი, კორუმპირებული ჩინოვნიკი და ადამიანის უფლებების დამრღვევი, მიუხედავად იმისა, მაღალ თანამდებობაზეა თუ დაბალ თანამდებობაზეა, ბევრი ფული აქვს თუ ცოტა ფული აქვს, მათთვის ეს ყველა ერთი და იგივე ერთნაირი ადამიანები არიან და მათ წინააღმდეგ გადადგავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, ყოველთვის ასე იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კი ეს პოლიტიკა გაგრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მეგობარი აქტის კიდევ ერთხელ დაინცირება ზუსტად ამაზე მიუთითებს და მიუხედავთ იმისა, რომელი ადმინისტრაცია იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ ყოველთვის გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და როცა ჩვენზე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და დემოკრატიისთვის იბრძვიან. ეკა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება ახლა არის ღრმა კრიზისში, ხო? მას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი არ აღიარებს ქართული ოცნების და არც მათ მიერ არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას და აი ამ კრიზისიდან გამოსასვლელად ახლა ორი გზა რჩება, ხო? ქართულ ოცნებას ერთის მხრივ ერთი გზა გულისხმობს იმას, რომ მართლაც დაჰყვეს ის ქართული ხალხის ნებას და გაითვალისწინოს მათ შორის ეს მოწოდებები საერთაშორისო ასპარეზიდან რაც ისმის და დანიშნოს ახალი არჩევნები, ან მეორე არის ის, რომ სრული იზოლაციის პირობებში აღმოჩნდება თავად ქართული ოცნება და შესაბამისად ეს იქნება ქვეყნისთვის უმძიმესი განაჩენი, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ქართულ ოცნებას იმის რესურსი, პოლიტიკური რესურსი, რომ აი ამ იზოლაციის პირობებში განაგრძოს ქვეყნის მართვა, ასე ვთქვათ, ან რამდენად დარჩა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია
არის მას ეკონომიკური რესურსიც იმისთვის, რომ აი ამ სრული იზოლაციის პირობებში შეძლოს და შეინარჩუნოს ხელისუფლება და შეინარჩუნოს ძალაუფლება და გავლენა, ხო? იმიტომ რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური მიმართულებითაც კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო ღრმავდება და პოლიტიკური კრიზისის ფეხდაფეხ, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ეკონომიკური თვალსაზრისითაც ქვეყანაში. იცით მე მგონია რომ პირველ რიგში ახლა რომ დაუფიქრდეთ ხომ ნუ მთავარი ალბათ რატომაც ჯერჯერობით ხომ ამ ძალიან დიდი ზეწოლის პირობებში კიდევ გვესმის ეს განცხადებები ქართული ოცნების ანუ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არის ის რომ მაინც მათ გარშემო არიან ადამიანები რომლებიც ხო, ნუ მათ ასე ვთქვათ დავალებებს ასრულებენ და მათ ემსახურებიან, ხო? მაგრამ მე მგონია რომ ეს არის აბსოლუტურად დროებითი რამ, იმიტომ რომ ეს ადამიანებიც ხომ აი ერთი პერიოდი იყვნენ ძალიან კომფორტულ ვითარებაში, მათ მისცეს საშუალება რომ რაღაცა ეშოვათ ფული, მოდით ასე ვთქვათ, როგორც ხალხში იტყვიან, ხომ? იმ კორუფციული გზითაც, ხომ? სხვადასხვა ბიზნესები დაიწყეს ამ ადამიანებმა, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ აი ეს სასიამოვნო ცხოვრება, რომელიც მათ აქვთ, ხომ, არ გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. ანუ ეს ადამიანები ყველა დასანქცირდება. ყველა მოექცევა ან პირველადი, ან მეორადი სანქციების, ასე ვთქვათ, რეჟიმში. ამიტომ ჩვენ ყოველდღე მათ უნდა ვახსენოთ, რომ ჯობს აი ეხლა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ და მიყვებიან თუ არა უფსკრულში ბიძინა ივანიშვილს და მის გარშემო მყოფ რამდენიმე ადამიანს, ხომ? ანუ ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილს და აი ამ რამდენიმე ადამიანს ხომ აქვთ სხვა დავალება, მათ ისინი დავალებას იღებენ რუსეთის მხრიდან და მათ უნდათ რომ საქართველოს რუსეთის ასე ვთქვათ ნაწილი გახდეს, ხომ? ამისთვის ალბათ გარკვეულ ასე ვთქვათ რაღაცა პირობებსაც იღებენ, მათ შორის გარანტიებსაც იღებენ და ასე შემდეგ, ხომ? მაგრამ რას აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე მათ ქვევით არიან, ხომ, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ ამ ლიდერების დავალებებს, ხო? და ამიტომ მე მგონია რომ ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ უნდა იფიქრონ იმაზე, სად არიან, რას აკეთებენ და ჯობია დღეს თქვა ნუ არის ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის მომავალზე, აქ საუბარია მათ მომავალზეც, ხო? თვითონ მათ ჰქონდათ გარანტიები, რომ სასიამოვნო ცხოვრება ექნებოდა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ყველაფერი, რაც აბადია, შეიძლება დაკარგონ ჩვენიერ დღეს, მათმა ოჯახის წევრებმაც მათ შორის და ისე გამოვიდეს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არც ეგენი და ვერც მათი ოჯახის წევრები ვერასოდეს ვერც ევროპას ნახავენ და ვერც ამერიკას, ხო? ამიტომ მე მგონია რომ ეს უნდა ვახსენოთ მათ ყოველ დღე და რა თქმა უნდა თუ ისინი გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, სადაც იტყვიან, როცა ეტყვიან ამ თავის ასე ვთქვათ ხელმძღვანელებს, რომ ისინი არ არიან მზად რომ შეასრულონ ეს რუსული დავალებები, ხომ, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება მათ შორის საზოგადოების მხრიდანაც, ხომ, იმიტომ რომ ჯობია გვიან ვიდრე არასდროს, ამიტომ ჩემი რჩევა მათ მიმართ აი ეს იქნება ზუსტად.